უახლოეს მომავალში ძალიან საინტერესო ამბავი მოხდება ჩვენს სინამდვილეში. კერძოდ მაღალზე მაღალი ალბათობით ევროკავშირი დაასანქცირებს, სავიზო სანქციები იგულისხმება საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებსაც, ნამდვილად მაღალჩინოსნებს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, აგრეთვე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, გარკვეულზე მაღალი ალბათობით მინისტრის მოადგილეების დონემდეც კი ჩამოვლენ და კიდევ უფრო შორსაც სწავლენ და უკლებლივ ყველას არ ვიცი, მაგრამ ბევრს ყოველ შემთხვევაში, ვინც ამ ხელისუფლება რეჟიმში არის, რეჟიმის წევრია, მაგალითად ვინც მუშაობს საჯარო სამსახურში, შეიძლება ასე შორსაც კი წავიდეს ევროკავშირი და აგრეთვე პროპაგანდას და სანქციებს ორგანიზაციებს, მოდი ასე ვიტყვი, და მაღალი ალბათობით ან გარკვეული ალბათობით ინდივიდებსაც კი, მე ვერ გეტყვით სიმართლე გითხრათ, აი სავიზო რეჟიმის ჯამში რამდენ მოქალაქეს შეეხება, მაგრამ идеალურ შემთხვევაში კი არა, ოპტიმალურ შემთხვევაში შეიძლება მისწვდნენ რომელიმე დეპუტატს კი არა, დეპუტატს მისწვდებიან ისედაც და ასედაც რომელიმე პროპაგანდისტს, ასე მაგალითად გოგა ხაინდრავა დაასანქცირონ თქვათ, ან ალან ჯაფარიძე, ამის კიდევ ვინ დავასახელო არც ვიცი. მოკლედ კარმუშკაზე მყოფი ტიპები და აგრეთვე პრორუსები, მოდი ასე ვიტყვი, ვინც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, ვინც ამბობს იმას, რომ რუსეთი ირიბად ამბობს იმას, რომ ჩვენ საქართველო უნდა იყოს რუსეთის ფრთებქვეშ. ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ ამავდროულად მე გულახდილად გეტყვით, ხო, რომ არ დამავიწყდეს, შეიძლება ოჯახის წევრებზეც გადავრცელდეს ეს სანქციები, ყოველ შემთხვევაში მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებზე, ანუ არა მარტო ირაკლი კობახიძე, არამედ ირაკლი კობახიძის მამა, ასე მაგალითად იყოს მოექცეს სანქციების ქვეშ და სასაგვირველია, ძალიან კარგია და მისასალმებელია და უფრო მისასალმებელი არის ის, რაც მაღალი ალბათობით მოხდება ამ შემთხვევაში. ეს არის ის, რომ ქართულ საზოგადოებას ევროკავშირი მოცემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ შეეხება. ეს უნდა ვიცოდეთ ნათლად და უნდა იცოდნენ პირველ ყოვლისა ქართული ოცნების მომხრეებმა, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, რომლებსაც სანქციები არ შეეხებათ, ხაზგასმით ვამბობ, ისევე როგორც ასე მაგალითად არ შემეხება მე ან რუსთაველის გამზირზე გასულს თუ არ გასულ ნებისმიერს, ვინც ქართულ ოცნებას არ უჭერს მხარს. თქვენს ქართული ოცნების ამომრჩევლებო, რიგითო ამომრჩევლებო, დედაქალაქიდან, მცხეთიდან, რა ვიცი, კასპიდან, გორიდან და ასე შემდეგ და დასავლეთ საქართველოსკენ რო წავიდე, ხო, ან აღმოსავლეთ საქართველოში წავიდე, თელავიდან, გურჯაანიდან, ყვარელიდან. და ასე შემდეგ სანქციები არ შეგეხებათ. ოღონდ კარგად უნდა გაიგოთ, გაისიგრძე განოთ, რასაც ვამბობ ახლა მე, რასაც ვიტყვი ახლა მე. სანქციები შეეხება თქვენ რომ პარტიას უჭერთ. კარგად მე გიხსნით, თქვენ რომ პარტიას უჭერთ, იმ პარტიას, აგრეთვე იმ პარტიის დამფუძნებელ მამას, მიზინა ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს მაღალი ალბათობით შეეხება ეს სავიზო რეჟიმები. ანუ თქვენ კი ისარგებლებთ ვიზო რეჟიმით. შეგეძლებათ ჩასვლა ბერლინში, რომსა, ბარსელონასა თუ ათენში, ასე მაგალითად იაფად, ქუთაისიდან ან შედარებით ძვირად თბილისიდან, მაგრამ ის პარტია, რომელიცაც უჭერთ თქვენ მხარს, ის პარტია და იმ პარტიის მესვეურები, აგრეთვე რასაკვირველია, მისი გამправებლები, მოსამართლეები, რომ არ დამავიწყდეს და პოლიციის თანამშრომლები, ამასთან ის პოლიციის ის თანამშრომლებიც, რომლებიც შესაძლოა სულაც არ არიან ქართული ოცნების მომხრეები, ისინიც დასანქცირებული იქნებიან, რა გამოსავალი არსებობს მათთვის და მანამდე უნდა წამოვიდნენ წესითა და რიგით სტრუქტურებიდან, რომ ემანდ გადარჩნენ, მაგრამ ეს გადაარჩენს თუ არა, სიმართლე გითხრათ არ ვიცით. მოკლედ, ქართული ოცნების რიგითო ამომრჩევლებო, გაგიკვირდებათ ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ დამსახურება იმაში, რომ თქვენზე არ გადმოვრცელდება, ან ჩვენზე ერთად არ გადმოვრცელდება სანქციები, არის გაგიკვირდებათ, ნუ მიწყენთ მაინც და მაინც, მაგრამ ჩვენი. დიახ, ჩვენში მე ვგულისხმობ ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას, მე ჩვენში ვგულისხმობ იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე გადიან, ან არ გადიან და ოპოზიციაში არიან ქართულ ოცნებასთან და მიზინა ივანიშვილს უწოდებენ რუსს და ევროპა, როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორი, ჩვენ
ჩვენ ქართულ საზოგადოებას არ დასჯის. კიდევ ერთი დეტალი, რაც რაზეც უნდა ვისაუბრო, არ დასჯის მეთქი ეს კი გითხარით, მაგრამ მოდი მაინც ეს დროის გარემოების მომენტი შემოვიტანოთ, ხო, დროის გარემოება არ დასჯის ამ ეტაპზე, არ დასჯის ჯერჯერობით. თუ მოხდება ისე, რომ ჩვენი პროტესტი შეჩერდება, ანუ ქართული ხალხი შეწყვეტს წინააღმდეგობას, ამ შემთხვევაში ვაგლახ და ვაი, რომ სამწუხაროდ ჩვენს იმ კუდიგორის გზას, ანუ სანქციების გზას გაგვიყოლებენ თქვენს და ჩვენ ყველას ერთად გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ პროტესტი შეწყდება, თუ ქართველი ხალხის, ანუ ჩვენი, თქვენ ხო არა ხართ ჩვენთან ერთად, ჩვენი წინააღმდეგობა ქართულ ოცნებასთან შეწყდება და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემი მოგზაურებული რეკომენდაციაა, გვიან კი არის, მაგრამ გამოდით რუსთაველის გამზირზე, დადექით თუნდაც ოპერაციიდან მერე დღეში ნახევარი ნაბიჯი გადმოდგით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისაკენ, ხო, აი ოპერის ზაქარია ფალიაშვილის ძეგლთან დადექით ასე მაგალითად და მერე გადმოდით ტროტუარზე. მერე ერთი ნაბიჯი თუ ნახევარი ნაბიჯი ორშაბათ დღეს, სამშაბათ დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი და ასე 100 დღეში დაახლოებით 18 მეტრში შესაძლოა კი იქნებით ეპიცენტრში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ აქცია იმართება იქ და რაღაც 148 დღეში დაიწყებთ ჩვენთან ერთად მოძრაობას ქუჩიდან ქუჩამდე და ძახილს იმისა არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ამასობაში რა საკვირველია, თალკნობა წულუკიანმა ბანდიტთა შორის ერთ-ერთმა ბანდიტმა რატომ? იმიტომ კი არა რომ ფული აქვს მოყვარული. არა, არაფერი არ ახსენდება მასთან დაკავშირებით, გულახდილად გეტყვით, რომ ფული აქვს მოყვარული, მაგრამ ბანდიტთა შორის ბანდიტი არის იმიტომ ქალბატონი წულუკიანი, რომ მან შექმნა ეს ღალატის კომისია და ის იყო პირველი ვიოლინო ამ ღალატის კომისიაზე. თქვა შემდეგი რამ, ეხლა მე მთელ ვიდეოს ალბათ მაინც ვერ გაჩვენებთ, მაგრამ მოდით მოვუსმინოთ ნაწილს, მაინც მედიის საშუალებაში უთქვამს. ნახეთ. სანანია რა თქმა უნდა ევროპის. ბოდიში თავიდან დავიწყოთ. შედად უყურებდი ამ საკითხს. მე პირადად სანქციები უკვე შემეხო. მას სანქციები გადავახვევ ცოტა და დავასპოილერებ თუ წინასწარ გეტყვით. ბალტიის სამმა სახელმწიფომ დაუწესა მას სანქციები. აქ უკვე ამის შემდეგ თეატრულუკიანი ამბობს ყველაზე საშინელ სიტყვას, რაც კი მას წარმოუთქვამს, აქამდე არა მსგავსი უთქვამს, მაგრამ კიდევ ერთხელ იმეორებს იმ საშინელ სიტყვას. მე ამ სიტყვასაც მოგასმენდებ და იმაზე მომიწევს შეხვევა რაღაცა, იმისკენ მომიწევს შეხვევა რაღაცა ამას ამბობს, მაგრამ მე უკვე ამ უვიზო სავიზო რეჟიმს დავუბრუნდები. ნახეთ, ბალტიის სამმა სახელმწიფომ ისედაც დამასანქცირაო ლიტვა, ლატვია და ესტონეთი იგულისხმება, მაგრამ მე დიდად არ მწუხვა რომ ბარებ ვიტყვი, რას ამბობს ბოლოსკენ და მე აღარ მოვუსმინოთ ამ ქალს. მაგრამ მე ამაზე დიდად არ მწუხვა რომ მე 2010-ში თუ არ ვცდები, ჩამოვედი საქართველოში, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა დამემთავრებინაო. იქვე ამბობს, რომ ახალგაზრდები მოსულიყვდენო და ბაჩანა ახალაიას თუ დათა ახალაიას ნამდვილობა აქვს, ბაჩანა ახალაიას არ დაეკავებინა მათი ადგილიო, მათ ისინი დაიკავებენ ახალგაზრდები სავარაუდოდ ადგილს და ამ ადგილს ვუნახავ, ამიტომაც ვარ აქო. მე მინდა დავარწმუნო წულუკიანი არა, ბაჩანა ახალაია, იმიტომ კი არა რომ ის არ მომწონს ხო? ბაჩანა ახალაიასთან დაკავშირებით კონსენსუსი საზოგადოებაში არ არის რომ ის დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ეს კონსენსუსი ვერაცოდეს ვერ იქნება და აბსტავარია. რამდენადაც მე ვხვდები ბაჩო ახალაიასთან თუ დათა ახალაიასთან ბანო მერაბიშვილს გამნიშნულობა აქვს, ხო? არც აქვს დიდი სურვილი, კი არა, საერთოდ არ აქვს სურვილი ხელისუფლებაში დაბრუნებისა. ისინი შესანიშნავად ხვდებიან, რომ გზა შარა, ხო? გზა უნდა დაუთმონ სწორედაც რომ ახალგაზრდებს და თეატრულუკიანის ეს განცხადება იმის თაობაზე რომ მე ვიქნები მანამ, სანამ არსებობს საფრთხე ბაჩანა ახალაიას ან ნაციონალური მოძრაობის მობრუნებისა არის რეალურად მანიპულირება და რეალურად მოჯდომა და დაჯდომა იმ სკამზე, რომელსაც ამ წუთას ქვია პარლამენტარის სკამი და რეალურად არის მონოპოლია, არა მარტო მანიპულირება, არამედ მონოპოლია ხელისუფლებაზე ძალაუფლების კვერთხზე და რეალურად ეს არის ის, რომ ის არასოდეს არ წავა, იმიტომ რომ თავად არასოდეს არ ჩათვლის, ისე რომ სხვა მოდის და არა ბაჩანა ახალაია და უკლებლივ ყველას ვინც მოვა, ვინც ააპირებს მოსვლას, იტყვის რომ შენ ბაჩანა ახალაიას ერთგვარი რეინკარნაცია ხარ, შენ ბაჩანა ახალაიასთვის გამარჯობა გაქვს ნათქვამი ამ 3 წლის წინ, შესაბამისად ბაჩანა ახალაიას აგენტი ხარო. მე აქედან გამომდინარე აღარ განვაგრძობ იმას, რასაც ბოდავს თეატრულუკიანი, თუმცა იმ პასაჟზე კი გავამახვილებ ყურადღებას, რასაც აი დაახლოებით 20 წამში, 25 წამში იტყვის ეს ბანდიტი ქალი. ისპირეთის 3 ქვეყნის მიერ
ანუ ეს კლოუნი რო ცხოვრობს უკრაინაში, მას არ თვლი და გააუბედურა საკუთარი პრეზიდენტი. ანუ წარმოიდგინეთ კლოუნი რო ცხოვრობს უკრაინაში, ყველაზე უარესი განცხადებათა შორის ამგვარი რასაკვირველია ყველას, მათ შორის სულუკიანსაც წარმოუდგობს, ვინ არის კლოუნი? კაცი, რომელიც არ ადანებდა რუსეთს, ესენი აპირებენ დანებებას, აპირებენ დანებებას ემან რუსეთი რო შემოიჭრას და თავად არა კლოუნები იქნებიან იმ შემთხვევაში თუ რუსეთი გადმოდგავს საქართველოს საოკუპაციოდ კიდევ დამატებით ნაბიჯებს, რასაც რასაკვირველია გადმოდგამს იმ შემთხვევაშიც კი თუ ქართული რუსული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, მაგრამ ესენი ასწევენ ხელებს და იტყვიან დაგვიფყარით. პირდაპირ მნიშვნელობით იტყვიან ასე, დაგვიფყარით, ოღონდაც კი ჩვენ შორის არ იყოს შეტაკება, გაგიუქმებიათ ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობაო, ამას იტყვის სულუკიანიც და მისი ნაჩალნიკი ბიზინა ივანიშვილიც. უვიზო რეჟიმის ამბავს მიუბრუნდებით, ჩვენ ქართულ საზოგადოებას არ დაგვრჩის დასავლეთი აქვე ხაზგასმით ამბობ, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება იბრძვის, მაგრამ როგორც კი ჩვენ ბრძოლას შევწყვეტთ, ეს იქნება მარტი, არ მოხდება ეს, მაგრამ თეორიულად რო წარმოვიდგინოთ ამგვარი რამ, ეს იქნება მარტი, მომავალი წლისა აპრილი, ავისი მაისი, სექტემბერი თუ მომავალი წლის ნოემბერი, ეხლა ნოემბერია იცი, ანუ ერთი წლის თავზე, ამ შემთხვევაში ევროკომისია და ზოგადად ევროსტრუქტურები, მათ შორის ევროპული საბჭო, მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ ქართველი ხალხიც, არა მხოლოდ სულუკიანი, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია ახლა თურმე, როგორც ამბობს ყოველ შემთხვევაში იმოგზაურებს თუ არა შენგენის წევრ სახელმწიფოებში, ფეხებზე მკიდია ესო, მე ვაქჩები მისიით ავარ ჩამოსულიო, არა მხოლოდ სულუკიანი იქნება დასჯილი, არამედ ქართული საზოგადოებაც, ამიტომ მომხრეებს ქართული ოცნებისა მოვუწოდებ და კარგად უნდა გაიგოთ თქვენს ხელისუფლებას ჯის ევროკავშირი, ხოლო ჩვენ საზოგადოება, რომელიც იბრძვის შესაძლოა სახშია მისი ნაწილი დარჩენილი, ჩვენ არ გვსჯის, ანუ ქართულ საზოგადოებას და მადლობა, ბოდიშ ვიხდი, ასე რომ მოგმართავთ, მაგრამ მადლობა უნდა უთხრათ, სწორედაც რომ იმ მოქალაქეს, მათ შორის რუსიკო კობახიძეს, 9 შვილის დედას, რომელიც ქუჩაში არის და ეს რუსიკო კობახიძე კი მეორედ არის დაკავებული და არა მხოლოდ რუსუდან კობახიძეს, არამედ სხვებს იმ სინდისის პატიმრებს, რომლებიც გასული წლის ნოემბრის მიწურულიდან დღემდე იყვნენ ქუჩაში, მერე დაიჭირეს პოლიტიკოს პატიმრებს, აიხლა ადმინისტრაციული წესით რო აკავებენ სხვებს და ასე შემდეგ ერთი ამბავიც პარებ. 28 ნოემბერი, რაღა ეს თემა ვახსენე, 28 ნოემბერი არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, ერთი წელი, 365 დღე გასრულდება მას შემდეგ, რაც ხალხი ქუჩაშია უწყვეტად. დიახ, ხალხი ქუჩაში არის 12-13 წელიწადია, მაგრამ უწყვეტად, კვლავ ვიმეორებთ, თუნდაც 50, 70, 120, არა მაქვს პრობლემა თუ გინდა ესე დავარქვათ, აკაცუკი, ხო, არა, რეალურად კი თავისუფლებისთვის მებრძოლი, 100-იც, 150-იც, 500-იც და 580 დემონსტრანტი არის ყოველდღიურად ქუჩაში, ერთი წელი გასრულდება ამ თარიღისთვის, ყველა უნდა მომზადებულიყავით წესით და პოლიტიკოსებს მეტი მარიფათი უნდა ჰქონდათ, მეტი ფხა უნდა გამოეჩინათ, მეტად უნდა ესაუბრათ ამ კარს მომდგარი თარიღის თაობაზე, უნდა ეთქვათ, რომ 28-ში ვიკრიბებით ასე და ასე და ეს რასაკვირველია ყველა სურვილი იყო დღეს 13 არ შემეშლება 13 ნოემბერია და დღეს ლევან ჯობავა მამ არაჩვეულებრივმა ქართველმა, რომელიც ერთხელ იყო უკვე დაპატიმრებული და მეორე შვილს ელოდება ლევანი და წინასწარ რო გაჩნდება ცხადია მიულოცავთ. მოკლედ ამ ვაჟკაცმა კაცმა ხმებთან ერთად მათ შორის პოლიტიკოსებთან ერთად თქვა, რომ ამა და ამ დღეს, ანუ 28-ში დაიძრება დემონსტრაცია არ მინდა შემეშალოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით. მე კვლავ მოუწოდებ ქართული ოცნების მომხრეებს უკანა რიგში დადექით. აი ასე მაგალითად იმ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სკვერში, იქ შიგნით სკვერში ტაძარია, იმ ტაძართან დადექით და ფეხაკრებით კედელ არ ვიცი ესე ტროტუარ იარეთ თქვენ რო არ შემოგირღვეთ ემად კანონი, იარეთ ჩვენთან ერთად წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შვილების ქვეყანასაც ღუპავს თქვენს მიერ მხარდაჭერილი პარტია, მაგრამ ამას არ აქვს ხან მნიშვნელობა, მოკლედ დაიძრება და პოლიტიკოსებიც 19 საათზე და თუ მეშლება მე უკვე შემდგომ ვიდეო ბლოგში ჩავასწორებ, თუ გნებავთ ნახოთ ეხლა ამასობაში თუ ამომიხდა. სულუკიანი აგვანებე თავი. ოდიში ამასობაში, აი ლევან შეიძლება ლევანს კონდეს უშუალოდ გაზიარებული და ლევანს ექნება გაზიარებული. არა აქვს სამწუხაროდ.
ხوار მოკლედ შეგხვდებოდა თქვენ 19 საათზე თუ არ ვწდები დაიძრება პარლამენტისკენ ეს აქცია და ყველანი უნდა ვიყოთ იქ და რასაკვირველია ეს ძალიან კარგია მაგრამ აქ სხვა რამე მახსენდება და სხვა რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება ქართულმა ოცნებამ ამ ბანდიტთა სინდიკატმა თქვა კი არა დაეყრდნო რა ეს ქართული ოცნება გამოცემა ასეთი პრაიმ ტაიმი ხო პრაიმ ტაიმს დაეყრდო რა თქვა ამგვარი რამ ქართულმა ოცნებამ და პრაიმ ტაიმმა პირველ ყოვლისა რომ ეს განცხადებაო რაც ლევან ჯობავამ წაგვიკითხა ჩვენ ტელეფონითო რაც ჩაიკითხა ტელეფონში იყო ეს ტექსტი 19 საათზე 28 ნოემბერს აქციის და ანონსების თაობაზე აქციის გამართვის თაობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ეს ინსტრუქციაო ეს წერილიო ბრიუსელმა გადმოუგზავნაო თქვენ უბედურებო თქვენ ამართლა გადმოუგზავნა ლევან ჯობავას და საერთოდ აქტივისტებს და აკი ეს ჩაიკითხესო სიტყვა სიტყვითო და თავის ბიდლოს თავის ამ უვიც ამ მომრჩეველს რომელსაც მე კლავი მეორე მოუწოდებ გამოვიდეს 28 ნოემბერს იმიტომ რომ ამ ქართული ოცნების დამთავრება აუცილებელი თქვენი შვილებისათვის ეს უთხრა რომ აიო ბრიუსელმა მიაწოდა ინსტრუქცია და ლევან ჯობავას ერთი ძიმეს კი არ ჩაუსწორებია ერთი სიტყვაც ჩაიკითხა ბრიუსელიდან ეს ინსტრუქციაო ჩვენო პრაიმ ტაიმსო გამოქვეყნებული გქონდაო ესო ცოტა ხნით ადრეო გავალებოთ ერთ უставი ახლა გიგი უგულავას მინდა მიმართო და ფჭილს არ გავხსნით ცხადია გიგი პრაიმ ტაიმი გამოცემა ხო არ გეცნობა შემთხვევით ხომ არ გეცნობა პრაიმ ტაიმი გამოცემა და რატომ არის ეს რატომ დაფუძნდა ეს გამოცემა თავის დროზე ჩვენ მიპასუხე ტელეფონში მომწერე მე და შენი მეგობრობის გათვალისწინებით და ან Facebook-ზე მომწერე, ან WhatsApp-ზე მომწერე, ან სადმე მომწერე. ემანთ ხომ არ გეცნობა გამოცემა პრაიმ ტაიმი. მე ყოველთვის ვამბობდი და ყოველთვის გეუბნებოდით მათ შორის თქვენს რომ არენდოთ უღირებულებო ადამიანებს, არა დაეყრდნოთ უღირებულებო ადამიანებს. უმალ გეგიჯობდეთ რომ ყავდათ მაშინ პაბლიაშვილზე არ ლაპარაკობ ცხადია, მაგრამ ამ წუთას ახსენებს საკუთარ თავს უმალ გიჯობდეთ ყავდეთ ოპონენტი ნორმალური პაბლიაშვილს თავი დაანებით ერთს ვიდრე ოპონენტი კი არა ვიდრე მომხრე არანორმალური და უღირებულე მაგრამ ეხლა გადავახვიეთ ჩვენ ხო სხვა გამოწვევების წინაშე ვართ მეც და შენც გიგი და ახლა კიდევ ერთი კითხვა პრაიმ ტაიმმა როგორ გონიათ მართლა მოიპოვა ეს დოკუმენტი სადღაც ბრიუსელიდან რაც საკვირველია არა უკეთეს შემთხვევაში თუ მართლა მაინც და მაინც ადრეა გამოქვეყნებული ის ტექსტი რომელიც ჯობავამ ჩაიკითხა უკეთეს შემთხვევაში მისი სუსის უფრო ზუსტი რო იყო დინარაზის სუსის თანამშრომლებმა გამოიტანეს რაღაც საინიციატივო ჯგუფიდან ეს ტექსტი და მიაწოდეს სუს ანუ უფროსობას და უფროსობამ კი თავის შნირებისა და აგენტების გამოცემა პრაიმ ტაიმის რომლის ხელმძღვანელიც მოდიში ისევ თაკო რაგვარია გიგი შენ გამახსენე რაგვარია არ მახსოვს რაგვარიც არის ის თაკო რომელიც აი ამ ბომონდურ ბონძღურ ამბებში იყო არის და იქნება გაჩხერილი აღარ მახსოვს ოღონდ მალი მოროშკინას რო არ ევასებოდა თუ ევასებოდა პირიქით თუ აღარც მახსოვს ეს ჩანგლის ისტორია გორი მასთან არის დაკავშირებული შესაძლოა არც მე მოკლედ აი ბომონდურ ბონძღურ რაღაცებს რო არ უყურებ იქნება და ამიტომაც ცოტა ვერ მახსენდება ვიღაცები და რაღაცები უმრავლეს შემთხვევაში კი ბოდიშებთ თაკო რო ერქვა ეთქი მახსოვს ოღონდ არ მახსოვს რა ერქვა რა გვარის იყო ეს თუ რა გვარის არის ეს თაკო ისევ ის არის ეს თაკო ამ პრაიმ ტაიმის შეფინია ხო ეს ის თაკო ხო არ არის შემთხვევით რუსთავი 2-შიც რომ იყო და რუსთავი 2 და პრაიმ ტაიმი გადაფსკვდილები ხო არ არის ერთმანეთთან და გიგი მიპასუხე მომწერე გემუდარები რა ჯობდა მაშინ როგორ ჯობდა მაშინ რანაირად ჯობდა გემუდარები მითხარი შენ ჩემმა მეგობარმა ასე ვიტყვი და არა თუ არ თაკილობ არამედ მე ამაყება კიდეც ხშირ შემთხვევაში და გიგისთან იმართებაში და არა მხოლოდ გიგისთან იმართებაში იმ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებთან ურთიერთობა და მეგობრობა, ფართო გაგებით მეგობრობა, ფართო მეგობრობა, რომლებიც ოდესღაც იყვნენ ჩემი ოპონენტები და ჩვენ ოპონენტები ვიყავით და არც ერთ ჩვენგანს დარწმუნებული ვარ არ შეპარვია ეჭვი იმაში რომელიმე ჩვენგანი ხალატობდა ქვეყანას არა არც გიგი და გავბედავ და ვიტყვი მისი ოპონენტები მაშინდელი არ ღალატობდნენ ქვეყანას აი ვინც ღალატობდა კი გამოჩნდა ამ ილუსტრაციის პირობებში პრაიმ ტაიმს რასაკვირველი არ მოუპოვებია არანაირი ინფორმაცია დინარაძე რუსმა მოიპოვა და გაავრცელა ეს ყველაფერი და ასე თითქოს აპირებენ 28 ნოემბრის აქციის გაშავებას არ გამოგივათ ბატონებო სულ უფრო მეტი და მეტი მოქალაქე გამოვა ქუჩაში ახალ წლამდეც
ახალი წლის შემდეგ და ივლიან მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე და პატარ-პატარა მარშრუტებით ქუჩიდან ქუჩამდე სანამ არ გაგიკვირდებათ ახლა და ამ სიტყვას ვიხმარ მაინც სანამ არ დაემხობა კანონიერი გზით დე-ფაქტო ივანიშვილის დე-ფაქტო ხელისუფლება. ნახვამდის.